ვარ ბაჩის რუმენზე 11 წლის. სწავლობ 25 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ფეხბურთის თამაში. უკვე 1 წელია ვთამაშობ ვესჯორჯიაში. ყავს 2 წვრთნელი ვალო მასწავლებელი და ნიკა მასწავლებელი. უფრო მხიარული არის ნიკა მასწავლებელი. ვალო მასწავლებელი არის ცოტათი უფრო სერიოზული. ის ორივე ერთმანეთზე უკეთესი წვრთნელია. მე ვთამაშობ მარჯვენა თავდამსხმელის პოზიციაზე. ადრე ვიყავი ცენტრალური ნახევარმცველი და მერე შევიცვალე პოზიცია. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობა ასისტების გაკეთება. ისე რა თქმა უნდა მიყვარს გოლების გატანა და ბევრი გოლიც გამაქვს. ჩემს კარიერაში მაქვს 100 გოლი გატანილი. მას შორის ვესჯორჯიაში დაახლოებით 60. ერთი გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. ვიბოდი ჩემი ას გავთამაშე კედელი მაღალი ამიგდო და თავური გავიტანე. ვესჯორჯიაში უკვე მქონდა 20-მდე შეჯიბრება. თამაში გავიტანე 3 გოლი და გავაკეთე 2 ასისტი. გამარჯვება შევიტანე ლომის წვლილი და თამაში ვიყავი ერთ-ერთი საუკეთესო. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის მესი და ჩემი საყვარელი გუნდი არის ბარსელონა. მე ვაპირე ფეხბურთი ვითამაშო 45 წლამდე. თამაშს დავიწყებ დინამო ბათუმში, შემდეგ გადავალ ბარსელონაში, შემდეგ PSG-ში და კიდევ შემდეგ ინტერ მაიამში. კარიერის დასრულების შემდეგ გავხდები წვრთნელი. თუ ფეხბურთელი ვერ გახდები, მაშინ გავხსნი ჩემს რესტორანს. ამ რესტორანს დავარქმევ ბაჩის ვარსკვლავს. დიდი ალბათობით მაგ გადავიხდე ჩემს ქორწილს. ამ ეტაპზე შეყვარებული არ ვიყავს, მაგრამ ბაღში ვყავდა. იმ გოგოს იმიტომ დავშვათ, რომ სხვადასხვა სკოლებში შევედით. ცოლს რომ მოვიყვან, ვიქნები 30 წლის. შვილებს დავარქმევ ივანეს, ვლაშას და ბარბარეს. ჩემს ცოლს დავარქმევ ინდირას. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ ყავს კარგი მასწავლებელი და კარგი კლასელები. ჩემს კლასში ყველაზე მხარული არის სებური მაკარაძე. ყველაზე ჭკვიანია გიგი ფუტკარაძე. ყველაზე მშვიდია ნუცა კახაძე. ყველაზე ცელქი არის ანდრია აბაში. ყველაზე სიმპათიური და ნიჭიერი. ჩემი საყვარელი საგანი არის ინგლისური. ინგლისურის გარდა კიდევ მინდა ვიცოდე რუსული ენა. საყვარელი მასწავლებელი არის ნიკო ესებიძე. ის არის მხიარული, არ არის მკაცრი, კიდევ არის მეგობრული და კარგად ხსნის გაკვეთილი. ახლა მინდა ვიყო 20 წლის, იმიტომ რომ მე ვიქნებოდი საქართველოს ნაკრებში. ჯადოსნური ოჯახი რომ მქონდეს, საქართველოს გავხდიდი ბედნიერს. სამოგზაუროდ შემოვნებით წავიდოდი პარიზში. მიყვარს კითხვა განსაკუთრებით ზღაპრების საკითხვა. ჩემი საყვარელი ზღაპარი არის ნახევარქათამა. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა და ჩემი და. კიდევ მინდა მყავდეს ერთი ძმა. ჩემი და არის 6 წლის და ქვია ნუცა. ის არის მხიარული, ბრაჯია, ცელქი არის და ნერვების მომშლელი. ნერვების მომშლის როცა დავალებებს ვამზადებ. ხმაურობს და ჩემს გასაცინებლად რაღაცა საკეთებ. ჩემი აზრით ნუცა რო გაიზრდება, გამოვა მოცეკვავე. მამიკო არის უშიშარი, მშრომელი, სიმპათიური და მონდომებული. დედიკო არის ლამაზი, თბილი, მზრუნველი და საყვარელი. ძალიან გამიმართა, რომ ასეთი კარგი მშობლების შვილი ვარ. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში. მე კოსმოსში გავფრინდებოდი ჩემი მეგობარ ნიკუშა ბაქსაძესთან ერთად. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარი არის ელექტროსკუტერი. ბედნიერება არის ფეხბურთის თამაში, დედიკოს ჩახუტება, კიდევ ჩემი და რო გამოვა მოცეკვავე და მე რო გამოვალ ვარსკვლავი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.